ანდრო ჭეჭინაძის, ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 9 დემონსტრანტის პროცესზე ბრალდების 3 მოწმე დაიკითხა. როგორც კრიმინალური პოლიციის გამომძიებელმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეო მასალა დაათვალიერა და მისი თქმით, ჩანდა ბრალდებული ვალერი თეთრაშვილი პიროტექნიკას როგორ ისროდა პოლიციელების მიმართულებით. მისივე თქმით, ბრალდებული გიორგი ერიშვილი პოლიციელების მისამართით ილანძღებოდა და სხვადასხვა ნივთებს ისროდა. ბრალდებული ირაკლი ქერაშვილი კი რუსთაველზე ბარიკადებზე იყო ასული და პიროტექნიკას პოლიციელების მიმართულებით ისროდა. ადვოკატებმა მოწმე ცრუ ჩვენებაში დაადანაშაულეს. დამცველებს შეკითხვები ჰქონდათ ვიდეოებში ჩანდა თუ არა პოლიციელების ძალადობა და გინება, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ეს კადრში არ დაუნახავს. ბრალდების კიდევ ერთმა მოწმემ დეტექტივმა თორნიკე ჯაფარიძემ ოპერატიულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით პირადი კონტაქტისგან მიიღო. მისი ჩვენებით ამ ინფორმაციის მიხედვით ბრალდებულმა ვალერი თეთრაშვილმა პოლიციელების მიმართულებით ისროლა ქვა. მოწმის ჩვენებით ვალერი თეთრაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში მოიძია და მის ხელმძღვანელს იოსებ სიგუას პატაკით მიმართა. ბრალდების მესამე მოწმემ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აქციებზე გედედეს მანქანის და სპეცტექნიკის დაზიანებაზე ისაუბრა. ექსპერტიზა არ ჩაგვიტარებია იმასთან დაკავშირებით, რასაგანი ეკავა რომელიმე სინდისის პატიმარს. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ფრაზა, რომელსაც საზოგადოება მოისმენს პროცესების განმავლობაში, სადაც იქნება ნახსენები კონკრეტული ნივთები, ყველა მათგანი არის მხოლოდ მოწმეების შეფასება და არაფერი მეტი. ცალკე საკითხი არის ასევე ის, რომ ამ ადამიანებს გამომძიებლებს აქვთ ვალდებულება, რომ ფაქტები ასახონ და არა საკუთარი შეფასებები. პირობითად თუ ამ ავტომობილს შეუძლია წყლის ჭავლი ისროლოს 50 მეტრზე, ვარაუდობენ, იმიტომ რომ არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ პირობითად იმ კადრში რაიმე გასროლა ნივთი რო განახორციელა, ეს ნივთი მოხვდა პოლიციელს. ვარაუდობენ, რომ რადგან წყლის ჭავლი იყო, პოლიციელის მიმართულებით ისროდა და მოხვდებოდა. თუ 50 მეტრში ისვრის წყალს, 50 მეტრში ფიზიკურად ვერც ერთი ნივთი ვერ მიაღწევდა და ვერ მოხვდებოდა პოლიციელს. ამ ვიცით, რომ სპეცტექნიკა, რომელიც დადის სხვადასხვა დავალებებზე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს მათი დაზიანება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვათ აღნიშნული ზიანი მოსთხოვა იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებისაც თქვათ დასაშლელად თუ ასე შემდგომ იყვნენ გასულები. სახელმწიფო არის ვალდებული, ყავდეს აღნიშნული სპეცტექნიკა და შესაბამისად დაზიანების შემთხვევაშიც ბუნებრივია მათ უნდა აღადგინონ.